ვიდეო ეძღვნება ყვავილების შრობას. ყვავილების შრობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის სილიკაგელი და ამ შემთხვევაში სილიკაგელზე ვისაუბრებთ. სილიკაგელის არის სილიკაგელიც. უნდა გამოსცადოთ, სხვადასხვა ბრენდებია და გამოაშროს მასში. ჩემი გამოცდილებით, მადანის ბურღულში აშრობენ კატის სპეციალური გრანულები რო ემაში აშრობენ, მაგრამ სილიკაგელი როგორც უნარჩუნებს ფერს, ისე არც ერთი არ უნარჩუნებს, მაგრამ გამოვცადე რამდენიმე და აქედან მხოლოდ ჯერჯერობით ვიყენებ მხოლოდ ერთს. აი ვარდები, ესენი არ არიან მაინც და მაინც ახალი ვარდები. განცალი ხელით ვაკეთებ, ესე გავაკეთებ. არ ვიცი ხა რამდენად კარგად შეინარჩუნებს ესენი ფერს. აი წინა პარტიიდან ნახეთ როგორი გამოვიდა, უკვე ჩამოსხმული. ყრით ერთ ფენას და ერთმანეთთან როგორი ფორმითაც გვინდა, ესე იგი ძალიან ახლოს არ მიადოთ და არც კედელს არ მიადოთ, მაინც და მაინც ახლოს და შევეცადოთ, რომ აი ვარდებს გულშიც ჩავაყაროთ, იმიტომ რომ ყველაზე რთული ასეთი მრავალფოთოლა ყვავილებისთვის არის, რა თქმა უნდა, გული. ჩავაწყობ და შემდეგ გავაგრძელებ ვიდეოს. ვაყრით სილიკაგელს და როგორც აღვნიშნე, აი შევეცადოთ, რომ ესე იგი რა ფორმაც გვინდა შეინარჩუნოს, ანუ ნაწილ-ნაწილ ვაყრი, რატომ? რა ფორმაც მინდა ვარდმა შეინარჩუნოს, რომ ის ამ ფხვნილში არ დაიკარგოს, ერთიანად არ ვაყრით. და მთლიანად შუაშიც ყველა ადგილი რომ ამოივსოს. ასეც კარგად რომ დაიფარება ყველა ყვავილი. ერთი ეტაპი დასრულებულია. ამის შემდგომ ეს სქელი ფენის თავზე მეორე ფენა ყვავილებით შეიძლება დაეწყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროება არ მაქვს. ეხლა ამით კიდევ ნახეთ როგორ ჩაიწია კიდე. რადგან მაქვს სილიკაგელის საშუალება, კიდევ დავაყრე. კარგად რომ ყველგან, აქედან ვინ ამოგვიხტა? ზია მოგვიხტა პატატინა. კიდევ დავაყაროთ. მეორე ფენად ამ შემთხვევაში დავაწყებ ფოთლები და ვფარავ აქაც ისე ყურადღებით და ნელა, რომ შენარჩუნდეს ის ფორმა, რაც გვინდა, რომ საბოლოო ჯამში მშრალმა ფოთოლმა მიიღოს. კომამისა, ძვირფასებო, მნიშვნელოვანია, რომ აი ჰერმეტულად, მაქსიმალურად ჰერმეტულად შევფოთოთ ეს სილიკაგელიანი ყვავილები, რათა ჰაერიდან კი არა იყოს ტენი, არამედ ყვავილიდან სილიკაგელმა. განსაკუთრებით აი ჩვენი წვიმიანი სეზონის პერიოდში, როცა ატმოსფეროში ტენიანობა ძალიან მაღალია. უნდა დავდოთ მაქსიმალურად ბნელ ადგილას.